Am წუთებში იძულებითი გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს თვალჭრელიძის ქუჩაზე თბილისში. ეს არის საცხოვრებელი შენობა, სადაც ათობით ოჯახი თვითნებურად ცხოვრობს, მათ შორის იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები. საცხოვრებელი ფართები მათ დაკანონებული არ აქვთ, როგორც ირკვევა, ნაგებობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნგრევის საშიშროება. ადგილზე მობილიზებული არიან აღსრულების ბიუროს თანამშრომლები და პოლიცია. გამოსახლებული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ მეც ზურა პეტროსიანი გვეტყვის, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს შემოვერთდება. ზურა, გისმენთ. კეთი, აღსრულება ფაქტობრივად ამ წუთებში დაიწყო და თქვენ ახლა ხედავთ, რომ ეტაპობრივად ხდება სწორედ ამ ადამიანების კუთვნილი ნივთების გამოტანა. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ახლა აქ, ვინაიდან მოქალაქეები მთელი დილის განმავლობაში ითხოვდნენ სწორედ, რომ მათი კუთვნილი ქონება გამოტანილი იყო და ყოფილიყო დაცული, თუმცა ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს მათ. ჩვენ ვიმყოფებით თვალჭრელიძის ერთ ნომერში, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობდა და ფაქტობრივად ახლა თქვენს ხედავთ კადრში, რომ ეტაპობრივად მაინც მიეცათ საშუალება, ეს ახლა ხდება, რომ გარკვეული ნაწილი აი ამ ქონების, რაც მათ გააჩნდათ, ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ნივთების ხდება მათი გამოტანა. თუმცა პოლიციელის კორდონი ფაქტობრივად ყოფს ამ ადამიანებს მათი საცხოვრებელი სახლისაგან და მთელი დღის დილის განმავლობაში მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ აღსრულება უკვე დაწყებულია, ამას ვერ ეწინააღმდეგებიან მოქალაქეები, თუმცა ითხოვდნენ სწორედ საცხოვრებელ სახლებში შესვლას. მოდით გავესაუბროთ ახლა მოქალაქეებს, რომლებიც აქ არიან. ფაქტობრივად მათი ნაწილი უკვე გამოვიდა გარეთ და ნაწილი რჩება სხვათა შორის შენობაში და ისინი ამბობენ, რომ არ დატოვებენ შენობას. მე მქონდა საუბარი მათ შორის ერთ-ერთ ადამიანთან, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. თქვენ არ მოგეცათ საშუალება, რომ შესულიყავით, რას ითხოვდით პოლიციამ? არაფერი, უბრალოდ წაიღოთ ჩემი გასაღები, გაიღოთ კარები, არ დაემტრიათ და ნივთები ქუჩაში არ გადმოიყარათ, ეზოში არ გადმოიყარათ. არაფერს არ ვითხოვ. ვითხოვეთ დრო 5 წუთი, რომ ან გამომყევით, ან გასაღები შეიტანეთ და შედით და ჩემი ნივთები, რაც ყველაზე ძვირფასი გამაჩნია, ის რომ გამოვიტანო. სხვა არაფერს არ ვითხოვ. 5 წუთი ვითხოვე და 5 წუთი არ შემიშვა შიგნით. არ გადმოყარ. არ მოგეცათ და ხედავთ, რომ ნაწილი ნივთების თავად პოლიციელებსაც გამოაქვთ. არა, თავად პოლიციელებს გამოვაქვთ, მაგრამ იქ ნივთები შეიძლება იყოს, რომ ჩემ ყველაზე პირადი ნივთი, რომელიც ჩემთვის ძვირფასია, ხო? მე რა გარანტიას ვინ მომცემს იმას, რომ მე შევალ და ის ნივთი ახლა იქ დამხვდება. რასაც მე ვინახავ იქ, გარანტიას ვინმე მაძლევს? არავინ, ხო მაგას? დამხვდება ჩემი ნივთები იქ ახლა. აქ არის 1500 კაცი. 1500 კაციდან ვინმე გარანტიას მომცემს, რომ მე მივალ და ჩემი ნივთები იქ დამხვდება? არ დამხვდება, ხო? გამომყევი გვერდზე პოლიციას ხო, ჩემ გვერდზე იდეკი, მივალ, გასაღებს გავაღებ, ნივთები გარეთ არ გადამიყაროთ, კარები არ ჩამოამტრიოთ. ჩემ ნივთებს ავიღებ, დრო მომეცი 5 წუთი გამოვალ. არაფერი საერთოდ. დრო მოგეცემა, როდის მომეცემა, ხელებს აფათურებენ შიგნით და შედიან და გადიან. როდის მომეცემა დრო? მე რა ვიცი იქ რას გააკეთებენ, ხო? თქვენ ოჯახთან ერთად ცხოვრობდით? თქვენ ოჯახთან ერთად ცხოვრობდით? რაიმე ტიპის შემოთავაზება? 5 შვილის მამა ვარ. 5 შვილის მამა ვარ. და ოჯახთან ერთად ცხოვრობდი, რა თქმა უნდა, ბაჟიში. მინდა გკითხოთ, აღსრულება დაწყებული არის უკვე, აი დღეს ღამის გათენების საშუალება სად გექნებათ? აი რაიმე ვერ გეტყვით. აგე დაურეკა ჩემმა მეუღლე ჩემ დას და დროებით შეიფარა ბავშვები. ვარკეთილში წაიყვანა დროებით და ის რამდენ ხანს შემინახავს ჩემი და ეხლა 5 შვილით მე არ ვიცი. როგორც ხედავთ, სიტუაცია არის ძალიან მძიმე, ვინაიდან სწორედ დღევანდელი ღამის გასათენებელი ადგილი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ მოსახლეობას აქვს. მოდით გავესაუბროთ კიდევ ერთ ადამიანს, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. თქვენთანაც ვისაუბრეთ, თქვენც ოჯახთან ერთად ცხოვრობდით აქ. ცოტა ხნის წინ იყო მოსული მათ შორის ინვესტორიც, რომელმაც თქვა, რომ 3 თვიან კირას თავაზობსო მერია. არის თუ არა ეს რეალურად ასე და რატომ არ არის ეს თქვენთვის მისაღები? 3 თვის შემდეგ ისევ ქუჩაში აღმოჩნდებით, ეს ხო ლოგიკურია. 3 თვით ამ ქვეყანაზე არავინ არ მოსულა. 3 თვის შემდეგ საცხოვრებელის საკითხი ისევე კითხვის ნიშნისას გადგება და ამიტომ. რა შეიძლება თანხაზეც იყო საუბარი, რა თანხას გთავაზობენ ესე ვთქვათ? არანაირი შემოთავაზება. ქირაზე იყო 300 ლარიან, ქირაზე ისიც 3 თვით. სხვა არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. 3 თვის შემდეგ რა უნდა გააკეთოთ, ამაზე პასუხი არ არის. არ არსებობს ამაზე პასუხი. ერთ მოქალაქეს უსმენდით, დილიდან დაიწყო აღსრულება ფაქტობრივად და
უპრეცედენტო რაოდენობის პოლიცია არის მობილიზებული, მათ შორის მთელი ქუჩის პერიმეტრი არის გადაკეტილი, ორჯერ სცადეს მანამდეც გასახლება მოქალაქეების, თუმცა დღეს როგორც ჩანს იზოლებითი ფორმა მიიღო. უნდა ითქვას, რომ შენობის ავარიულობაზე, ასე ვთქვათ, თავად მოქალაქეებიც საუბრობენ, თუმცა მთავარი არგუმენტი რაც მათ აქვთ არის ის, რომ მერია მათ არ სთავაზობთ ალტერნატიულ ფარდს, სამთვიანი ქირაკი, რომელიც ამ დროისთვის არის შემოთავაზებული როგორც თბილისის მერიის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ისინი ხედავენ რისკებს სწორედ იმისა, რომ 3 თვის შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ, უბრალოდ აღარ გადაუხდიან თანხას და მეორე პრობლემა, რომელსაც მოქალაქეები ასახელებდნენ, ეს არის მათ შორის თანხა, იყო საუბარი 300 ლარზე. მოდით თქვენს გაგესაუბრებით პირდაპირ ეთერში თუ შეიძლება, თქვენს ერთ-ერთი მოქალაქე ხართ, რომელიც ამ შენობაში ცხოვრობს. თქვენ შემთხვევაში რა ინფორმაცია გაქვთ, რა შემოგთავაზეს, ასე ვთქვათ, რა თანხაზე არის საუბარი ხომ არის? 3 თვით 300 ლარს გადაგვიხდიან ქირას, მეტი არაფერი. სხვა დანარჩენი შემოთავაზება არ ყოფილა. არანაირი არაფერი შემოთავაზება არ არის. 3 თვით გაგიყვანთო და 300 ლარს გადაგიხდით ქირას, მეტი არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. რა შეეხება შენობის ავარიულობას, არის თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ არ არის ავარიული. აქამდე სად იყვნენ? 2 წელია აქ ვცხოვრობ და ეხლა გაახსენდათ, რომ ავარიულია, 2 წელია უკვე აქ ვცხოვრობ. აქამდე რატომ არ მოვიდნენ ის ექსპერტიზაცნობა, ისინი რატომ არ მოიტანეს, რომ ავარიული იყო ეს ბინა და საშიში იყო ადამიანებისთვის, რომ ეცხოვრათ. სანამ ხალხი ამდენ ხარჯს გავიდოდა და ამდენი ხალხმა ბანკები გამოიტანა და იმით ააშენა სახლი და ნასესხები ფულებით და იმებით, რომ თავშესაფარი ქონიყოთ. არ შეიძლება ასეთი რაღაცა. აი ეს არის ტყუილი, რომ შეთავაზება იყო ის ხო? ეს არის აბსურდი ტყუილი. არავინ არ მოსულა საერთოდ, არავის არაფერი არ შემოუთავაზებია. პირველად ვნახეთ, ეხლა ეს მე პატრონია თუ ვიღაცა. თქვენ ითხოვდით ასევე თბილისის მერის წარმომადგენლის მოსვლას ან თბილისის მერის. დიახ, ველო. საუბარი იყო ასე, რომ შესაძლოა რომ აქციას გამართოთ მერიას. რა თქმა უნდა. საწავიდეთ რა ხელში გამოიტანა ხალხმა. საწაიღონ ეს ლოგინები, ეს ყველაფერი საწავიდეთ. სადა გასათანებელი არ აქვს ამ ხალხს, აქ ვცხოვრობდით და ვინ უნდა სად უნდა გაათენოს ხალხმა, არ აქვს წასასვლელი. რა უნდა ვქნა? აი ეს არის ის პოზიცია, რომელიც აქვს მოქალაქეებს. დილითვე გაკეთა განმარტება აღსრულების ბიუროს მხრიდან, როგორც ვთქვით, მათი მთავარი არგუმენტი არის სწორედ შენობის ავარიულობა, რომელზეც დასკვნავს გაცემული სამხაროვლის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ასევე ცოტა წინ განმარტება გააკეთა ინვესტორმა, რომელსაც აქვს ნაყიდი შენობა. მოდით მოვისმინოთ, რას ამბობენ ისინი. რაც შეეხება გამოსახლების პროცესს, ორჯერ იყო უკვე ჩანიშნული, თუმცა ისევ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და მათ შორის მოლაპარაკების შესაძლო განხორციელების გამო ორივეჯერ იქნა გადადებული. დღეს უკვე არსებობს სამხაროვლის დასკვნა და შესაბამისად ახსნების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას შეაჩეროს ან გადადოს აღნიშნული საახსნელო მოქმედება. ჩვენი კომპანია და ჩვენი კომპანიის თითოეული წევრისთვის ნიშნულოვანია ადამიანის სიცოცხლე და ადამიანის ჯანმრთელობა. აღნიშნულ ობიექტზე აღებულია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დასკვნითაც ირკვევა შემდეგი. ობიექტი არის დაზიანებული და მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას. რამე თუ ადამიანების ცხოვრება ობიექტი არ შეიძლება შესვლა, არ შეიძლება დათვალიერება შესაბამისი ეკიპირების გარეშე. თავარი კითხვა არის 3 თვით არის საკმარისი. ეს არის უკაცრავი მდგომარეობა. 3 თვით იქნება საქმენი ყველაფერს საქმე. 3 თვით გაყვანა არის თუ არა საკმარისი, როგორ ფიქრობ? უკაცრავად. 3 თვით რომ გაყვანა არის საკმარისი ეს? სხვა რა შეთავაზება? მოქალაქეების გასახლება თვალჭრელის პირველი ნომრიდან ისევ მიმდინარეობს. თქვენ ხედავთ, რომ პარალელურად კიდევ გამოიტანეს რაღაც ნივთები, თუმცა ეს არის მცირე ნაწილი. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ეძლევა საშუალება, რომ ბინებში შევიდნენ და მათ შორის მათი კუთვნილი ნივთები გამოიტანონ და ასევე აღსანიშნავია ის, რომ ასევე მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი რჩება შენობაში და ისინი უარს ამბობენ გამოსვლიდან, გამოსახლებიდან ბუნებრივია ჩვენ რჩებით ადგილზე და ნახოთ რა ვითარება იქნება და დაგიბრუნდებით ბუნებრივია ამ ახალი ამბებით.